გამარჯობა კიდევ ერთხელ ყველას. დღეს ვისაუბრებთ იჯარაზე. რა არის იჯარა? როგორ წესრიგდება? რატომ გავს ქირას, ქირავნობის ხელშეკრულებას და ეს შეიძლება განვასხვაოთ ის ქირავნობის ხელშეკრულებისგან. ასევე უშუალოდ განვიხილავთ ჩვენ ხელშეკრულებას იჯარის და რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებას იჯარასთან დაკავშირებით. სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ იჯარის რეგულაციებს და მოქმედ კანონმდებლობაზე საუბარს, ვახსენოთ აუცილებლად სამოქალაქო კოდექსის 591 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თავის თავში განსაზღვრავს იჯარის ცნებას. და ის ასეთ რამეს ამბობს. ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარე გადაცემს მოიჯარეს განსაზღვრულ ქონებას, დროებით სარგებლობაში. მეიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა გადაცემული ქონებიდან, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს დათქმული საიჯარო ქირა. შესადარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქირავნობა, სადაც თითქმის იგივე რამ ხდება, მაგრამ მე მინდა სანამ უშუალოდ მე ვიტყოდე რა განსხვავებაა ქირასთან და იჯარას შორის, აი ამ განმარტებიდან რას ხედავთ განსხვავებას იჯარასა და ქირას შორის? აი გისმენთ ანა? უშუალოდ სარგებლის მიღება ამ შემთხვევაში ნაყოფის მიღება. აი თუნდაც მაგალითად რაიმე ფართი რომ ვიქირავთ, იმისათვის რომ შემდგომში მაღაზიად ვაქციოთ და შემოსავალი მივიღოთ ამისგან. ზუსტადაც, ნამდვილად, მადლობა დიდი. აი მოდი სიტყვით გავიმართოთ. იჯარის დროსაც გვაქვს ხელშეკრულება და გვყავს ორი მხარე. მეიჯარე, რომელიც გადასცემს და მეორე მხრივ მოიჯარე, რომელიც იღებს ამ განსაზღვრულ ქონებას დროებით სარგებლობაში. მეიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა გადაცემული ქონებიდან. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მეიჯარე ვალდებულებას არ კარგავს, რომ მან იქ შეაკეთოს დაზიანებული ონკანი, გამართოს ტექნიკურად თუ კომპიუტერ ქსელებთან დაკავშირებული ან სხვადასხვა ესეთ ქსელებთან დაკავშირებული და ტექნიკურ საკითხებთან, ისე გამართოს ყველაფერი, რომ ადამიანმა, რომელმაც აიღო იჯარით რაღაც ქონება, ამ იჯარიდან ჩვეულებრივ გააგრძელოს ნაყოფის მიღება, ანუ სარგებლობის მიღება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეიჯარე ისე ვალდებულია და ქირავნობისგან განსხვავებით, ქირავნობის დროს მოქირავნე, ვინც ქირაობს, იღებს ყველა უფლებას და ვალდებულებას, რომ სახლი შეინახოს, ეს უძრავი ქონებას გაუფრთხილდეს თუ მოძრავ ქონებას გაუფრთხილდეს, რომ კარგ ხარისხში ჩაბაროს უკან. ხო, ეს ნაქირავები ნივთი. ამ შემთხვევაში მეიჯარე თვითონაა კიდევ ვალდებულიო ნახოს ხშირად რამე ხო არ უჭირს, შეაკეთოს და სხვა. თავის მხრივ დათქმული ქირა უნდა გადაიხადოს მოიჯარე და ეს ვალდებულება არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. იჯარას და ქირავნობის ელემენტები ერთმანეთს ძალიან გავს, იმასაც ამბობენ, რომ იჯარა ეს არის ქირავნობის ერთ-ერთი სახე და ტყუპესცალები არიან, ისევე როგორც ქირავნობა იჯარა არის ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენსუალური, ანუ შეთანხმებითი. იგივე ითქმის იმ სხვა ელემენტებზეც, რომელთა შესახებაც ქონდა საუბარი ქირავნობის ცნების განსაზღვრის დროს. თუმცა უნდა ვახსენოთ ის, რომ იჯარას გააჩნია რაღაც გარკვეული თავისებურება, რაც განასხვავებს მას ქირავნობის ხელშეკრულებისაგან. მაგრამ რა არის ეს? კერძოდ, მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში. ანუ ხელშეკრულებაშივე წერია, რომ ეს არის უფლებრივად დაუნაკლო ნივთი, რათა შეიძლება მისი დანიშნულებით გამოყენება და იჯარის მთელი დროის მანძილზე უზრუნველყოს მისი ასეთ მდგომარეობაში შენახვა. ანუ შეინახოს ეს ნივთი ამ დროს. რისთვისაც უნდა შეასრულოს შეთანხმებული მოვალეობები, რათა საიჯარო ქონება ყოველთვის იმყოფებოდეს ვარგის მდგომარეობაში და მოიჯარეს შეეძლოს მისი მიზნობრივად გამოყენება და შემოსავლის მიღება. აი ავიღოთ ერთ-ერთი მაგალითი ამისი. ტაქსის მანქანა. თუ იჯარით გაიცემა ავტომობილი იმ მიზნით, რომ მოიჯარემ გამოიყენოს როგორც ტაქსი, მეიჯარე ვალდებული იქნება მანქანა ამყოფოს ექსპლუატაციის ვარგის მდგომარეობაში. რათა მოიჯარე მოახერხოს მისი მეშვეობით ტაქსაობა.
შესაბამისად, უნდა იყოს გამართული მატორი, უნდა იყოს გამართული მისი ყველა ნაწილი, ფანარი და ყველა ისეთი, რაც უზრუნველყოფს მანქანა დაიქოგოს, იმუშაოს, მიიღოს კლიენტი და იმოძრაოს ქალაქში. იჯარას და ქიანობას შორის განსხვავებებია. მე სანამ გადავიდოდით ამ ესე ვთქვათ სასამართლო გადაწყვეტილებებზე და ესეთ საინტერესო თემებზე, ჩვენ ახლა უკვე კი ვთქვით ერთი რამ და ისედაც გამოკვეთილი იყო, მაგრამ ხო დაამატებდით რაიმეს იჯარასა და ქიანობას შორის განსხვავებას, ან ხო არ გამოკვეთით რაიმე ელემენტს ამ შემთხვევაში. ისე ანა გთხოვთ? ალბათ ვადა ხელშეკრულების ვადა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ამაზე სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი და განმარტებული აქვს ესაც და ასევე ძალიან საინტერესო იქნება ჩვენ ვისაუბროთ მიზნებზე, როგორც თქვენ წინაზე ახსენეთ, მიზანი, ანუ fruit, ანუ ხილის მიღება, ნაყოფის მიღება, ხო? ქინავნების ხელშეკრულების მიზანია მხოლოდ მოხმარება, აი ამ ნივთს მე ვიძინებ სახლში, სარგებლო მითი, ან უბრალოდ შეიძლება ის მოძრავი ქონება და იმით სარგებლო ველოსიპედი ვიქირავთ, თქვა და ველოსიპედით ამ მანქანით. იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მიზანია წარმოება, როგორც შემოსავლის მიღების წყარო და არსებობის ძირითადი საშუალება. აი იჯარით ავიღეთ ოფისი. სადაც კომპიუტერები დგას. რადგან ეს გვინდა ჩვენო ვებ სტუდია გავაკეთოთ, საიტებს ვაკეთებთ. კომპიუტერი მომსახურების ოფისია. და ავიღეთ იჯარით ისეთი ოფისი, სადაც არის კომპიუტერული ტექნიკა, მაღალი ხარისხიანი, გვაქვს პრინტერები და სხვა დაზგები, რითაზეც ჩვენ მუშაობთ და ბეჭდავთ. შესაბამისად, თუ იჯარით მაქვს აღებული, თუ რაიმე გაფუჭდა, რაც არ გამომდინარეობს ჩემი ბრალეულობით, მე თუ უძალით არ გავაფუჭე ეს კომპიუტერი, მე თვითონ არ დავამტვრე და სხვა, მოიჯარე, რომელმაც ეს იჯარი დაგვითმო, ვალდებული იქნება, რომ უზრუნველყოს ისეთი მდგომარეობაში ყოფნა ამ კომპიუტერების, რომ ჩვენ მასზე მოგვეცეს საშუალება ვიმუშაოთ. აქ ინტერნეტის საკითხი იყო ესეთი გადაწყვეტილებაც გამოვიდა სასამართლოს მიერ. მსგავსი ოფისია, ოღონდ მე მგონი იურიდიული ფირმა იყო, რომელიც მუშაობდა ძალიან დიდი დადვერგით ინტერნეტში, იმიტომ ინტერნეტის წარმოება და სხვა. მოკლედ მოხდა ისე, რომ ინტერნეტის შეწყდა რა, ინტერნეტის მოწოდება. ინტერნეტის პროვაიდერთან ხელშეკრულება ქონდა დადებული მოიჯარეს, ანუ ამ ოფისის მესაკუთრეს. თქვენის აზრით, ინტერნეტი არის თუ არა ისეთი რამ, რაზედაც ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ მეიჯარეს, აი ვერ მუშაობთ რა და იქნებ უზრუნველყოთ ეს ინტერნეტის მოწოდება, იმიტომ რომ ჩვენი მუშაობისთვის არის საკმარისი. როგორ ფიქრობთ, ინტერნეტთან დაკავშირებით, ჩვენ ხო ინტერნეტი არ არის ეს უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, ეს არის ინფორმაცია, ინტერნეტი არის ინფორმაცია. რას იტყოდით? ეს ადამიანი მოსულიყო თქვენთან. რჩევას მისცემთ. შეთანხმებით რასთან დაკავშირებით არის ეს გამიმეორო ცოტა? გამიმეორო? კი, აი კითხვა უბრალოდ. სხვა ჩვენი გავარკვიეთ, რომ რაღაცა. კი. თუ ის მოიჯარე, რომელმაც იჯარით აიღო ეს ოფისი. ინტერნეტი რომელსაც შეუწყდა. მოვიდოდა თქვენთან, რჩევისთვის, ქალბატონო ნანა, როგორ მოვიქცე, ეკუთვნის თუ არა, მეიჯარეს, რომ ეს ინტერნეტი ჩაგვირთოს და მოაწესრიგოს. რას ეთყოდით, ეკუთვნის თუ არა მას ეს ინტერნეტის მოწესრიგება, ან თუ ეკუთვნის რატომ? აი, თქვენ თუ გაქვთ პასუხი და შემდეგ ანასაც დავუთმობთ.
დიახ, ეკუთვნოს, რომ მოაწესრიგოს ეს მდგომარეობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სრულყოფილად აღებული ვალდებულება არის მეიჯერის მიერ. ყველაფერი იყოს დალაგებულ მდგომარეობაში. დიახ, ანუ თქვენ ემხრობთ ხელშეკრულებასთან წარმოშობილ ვალდებულებას. აი, ანას მოვსმინოთ, დიდი მადლობა კომენტარისთვის. ანას მოვსმინოთ. ვფიქრობ, რომ თუ თავიდან პრობლემა არ იყო და უშუალოდ ამ მიჯერის ხელშეკრულების ფარგლებში წარმოიშვა ეს ხელშეკრულება, შემდგომში უკვე თვითონ მან უნდა განახორციელოს ვის მფლობელობაში არის დაუშვათ გარკვეული ფაქტი, იმიტომ რომ გამანებით მფლობელობა და ბატონობა და ყველაფერზე ვერ შეაწუხებს. საბოლოოდ უბრალოდ როდესაც ნივთს არ მაგალითად ფაქტს უკან აბრუნებს ის ჯიჯერის ხელშეკრულებაც შეწყდება, მაშინ მას მოქმედებს ეს ბუნებრივი ცვეთის როგორც ნივთზე, ასევე ჩვეულებრივ ფაქტზეც. ფაქტზეც მოქმედებს, მაგრამ ამ შემთხვევაში იცით როგორ იყო? ნაქირავები აქვთ უკვე რაღაც 2 თვეა, მაგრამ 1 წელი აქვთ იჯარით აქვთ აღებული 1 წლის განმავლობაში და მოხდა ისე რომ მეორე დღეს უბრალოდ შეწყდეს ინტერნეტი. არა და ნაფიქრი იყო ისეც რომ ინტერნეტი უნდა ყოფილიყო რა. ხელშეკრულებაში ეს არ წერია სხვათა შორის, მაგრამ წერია ესეთი დათქმა. უნდა უზრუნველყოს ოფისის გამართული მუშაობა. და აი ოფისის გამართულ მუშაობაში თქვენ შეიტანდით ამ ინტერნეტის მოთხოვნას, აი ინტერნეტიც უნდა ყოფილიყო. და ინტერნეტის თანხაც მას უნდა გადაეხადა. როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს დღევანდელ ცხოვრებაში ინტერნეტი, იმიტომ რომ მაგალითად სასამართლოების ინტერნეტით ტარდება, ხო? არ ვფიქრობ, რომ ის იყო ვალდებული, ანუ თავდაპირველი მეპატრონე, მეიჯარი ამ შემთხვევაში. თუ გამართულ მდგომარეობაში ჩააბარა ყველაფერი, შემდგომში ზრუნვის და ამოვლის ვალდებულება ამაც ვრცელდება, ანუ ხირავნების შემთხვევაში ცხოველია ყველაფერზე ხო ვერ დაურეკავ. აი მე გეთანხმებით ერთ რამეში. ნახეთ, ძალიან კარგი ამიახსენა ანამ. მოვლისა და ზრუნვის, ხო? ჩვენ რაზე ვზრუნავთ აქ? იმ ადამიანებზე ვზრუნავთ, ვინც ოფისშია შესული, რომ მაგრად იმუშაონ და კარგად დაისვან და კარგად ჭამონ და გაერთონ, ინტერნეტი იქონდეთ და ფილმებს უყურონ, თუ ჩვენ აქ ვზრუნავთ, რომ მათ ქონდეთ გარემო, რასაც გამოიყენებენ რა. ჩვენ ვზრუნავთ ოფისზე, მაშინ შესულ ნივთებზე და არა იმ ადამიანებზე, ვინც იქ მუშაობს. ის თავის თავზე თვითონ აგებს პასუხს. ინტერნეტი თუ უნდა, ინტერნეტი. თუ ის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რომ ინტერნეტი უნდა იყოს და მოეწოდებოდეს, ხო? მაშინ იჯარ ამბობს ესეთ რამეს. მოდი მეიჯარი მიზრუნოს იმ ნივთზე, რაც გასცა. ის კი არა იმ ნივთში ვინც შევიდა. შესაბამისად კი მართალი იქნებოდა მესაკუთრე, როდესაც იტყოდა, რომ მე არა, მე ინტერნეტს არ გადაგიხდით. იმიტომ ინტერნეტის გადახდა თქვენ უნდა გადაიხადოთ და თუ გინდათ ინტერნეტი, გააგზავნეთ ხელშეკრულება, დადეთ ხელშეკრულება ინტერნეტ პროვაიდერთან. იგივეა ბოდიშით რომ გაჩვენოთ, ანუ კომუნალურებიც რომ მიემართათ, რომ აი ელექტროენერგიაც თქვენ უნდა გადაიხადოთ. ხელშეკრულებაში თავისი რაღაცა რომ შეეწეროთ, ჩემი აზრით ძალიან არასამართლიანია. იმიტომ რომ იჯარის ხელშეკრულების მიზანი არ არის ის, რომ ვიღაცამ რაღაც ხარჯები გადაგიხადოს, ანუ თავარი მიზანი არის ის, რომ შენი ციხის საიჯარო ქირას, სანაცვლოდ ის მოგება, რაც ამ საიჯარო ქონებიდან გრჩება, არის შენი. ის სარგებელი, რის გამოც გადაწყვეტე, რომ ეს ხელშეკრულება დადო. ნამდვილად კარგი განმარტება გააკეთეთ. მართალია. სრულიად მსგავსი ამ გაითვალისწინეს სხვათა შორის ყველა ინსტანციაში იყო, მე მგონი უმაღლესი წავიდა უზენაეში. ეს გადაწყვეტილება ეხებოდა მგონი მაი ადვოკატი იყო, თუ რაღაც მსგავსი ინტერნეტში არის ძალიან ცნობილი მათი საიტი. იურიდიული ფირმა. ხო და ასეთი რამ შეეთქვათ რა და მე ნუ მოხდა ისე რომ კი სასამართლო თქვა რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ თუ გინდათ ინტერნეტი. და ნახეთ ძალიან საინტერესოა თვითონ ინტერნეტის პროვაიდერთა დადებული ხელშეკრულება. ინტერნეტის პროვაიდერი ამბობს რომ იმ ოფისში კი შემოვა. ვინც დადო ხელშეკრულება, მისთვის შემოდის.
მან უნდა გამოიყენოს რა. და თუ ის ადამიანი სხვა არის იმ ოფისში, მაშინ მას მოუწევს კიდევ ახალი ხელშეკრულების დადება. მას გადაეცა ხო დროებით სარგებლობაში. ამიტომ მათ ახალ ოფისს მოუწევთ დადება ხელშეკრულების. მიუხედავად ამისა, იჯარის ქირავნობის სახეობას წარმოადგენს. ქირავნობა ძალიან გავს იჯარას იმ მხრივ, რომ იქაც გვაქვს ზრუნვის, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ნახეთ, მეორე მხრივ გვაქვს ზრუნვა, როდესაც თვითონ ის პირი ზრუნავს, ვინც ეს ნივთი სხვას მიანდო და მეორე ვინც ეს საკუთრება ინდოს საკუთარ თავს. ანუ ქირავნობის დროს ადამიანი, რომელიც შეეცნა ქირავების სახლში, ის ზრუნავს და იმ ქირავების სახლს ისე კარგად მოუვლისო, მე პატრონას ჩააბარებს უკან. ორივეგან ხდება ქონების ფლობელობის სასარგებლობაში გადაცემა, ორივე ხელშეკრულება სასყიდლიანია და დროებითი. აქედან გამომდინარე, საიჯარო ურთიერთობები რეგულირდება ქირავნობის ნორმებით, თუ იჯარის სპეციალურ მუხლებში არ არის გათვალისწინებული გარკვეული ურთიერთობა. ასევე გადავალ შემდეგ სლაიდზე. აი ეს არის სიტყვასიტყვითი გადმოღება სასამართლოს განმარტებიდან 169-163-2011 წელი. საკაცაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომის სასამართლოს პოზიციას, რომ მათ მხარეთა შორის დადებულ ნომერ მეორე ხელშეკრულება თავისი ბუნებით ქირავნობაა და არა იჯარა. ამ დროს გააკეთა განმარტება სასამართლომ როგორ გამოსხავოთ იჯარა და ქირავნობა. აღნიშნული ორი ხელშეკრულება იმდენად წააგავს ერთმანეთს, რომ იჯარის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ ნორმები. თუ სამოქალაქო კოდექსის იჯარის თავი განსხვავებულ დებულებებს არ ადგენს, მიუხედავად ამისა, ამ ორი ტიპის ხელშეკრულების არსებითი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იჯარის ხელშეკრულება ყველა შემთხვევაში მიმართულია მეურნეობის სწორად განწყობის გზით, ნივთიდან ნაყოფის მიღებისაკენ. მაშინ, როდესაც ქირავნობის საგანი შეიძლება სრულად გამოიყენებოდეს სამეურნეო დანიშნულებით. აი ჩვენ აქ დავინახეთ ერთი რამ. ისე მოსამართლე დაეხოთ, რომ 591 მუხლს და რომელიც ამბობს, რომ ნაყოფის მიღებაზე ვსაუბრობ ჩვენ, ხო? იჯარით ნაყოფის მიღება შესაძლებელია, მაგრამ ამ ნაყოფის მიღება უნდა უზრუნველყოს იმ ადამიანმა, ვინც თქვენ იჯარით გადმოგცათ ეს საკუთრება. ხოლო ქირავნობის დროს შეიძლება ნაყოფის საერთოდ არც არ იყოს, თუ ნაყოფი ანუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქვექირავნობა ნაყოფად ჩაითვალოს, იმასაც უფლებები ჭირდება. და ქირავნობის დროს შეიძლება ნაყოფის საერთოდ არ გქონდეს. უბრალოდ მიდიოდი სახლში და იძინებდი. და მე დილას მიდიოდი სამსახურში, ან უნივერსიტეტში. აქ ნაყოფი არ არის. ასევე გავაგრძელოთ სასამართლოს განმარტება. აღნიშნული გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 591 მუხლის საფუძველზე იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას მიიღოს ნაყოფი, ანუ იგივე შემოსავალი ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, ხოლო მეიჯარეს ეკისრება დამატებითი ვალდებულება მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. მოსამრ შემთხვევაში გაქირავებული ფაქტის რაიმე დანიშნულება ხელშეკრულების დადების დროისათვის არ იკვეთებოდა. არც მხარეების შეთანხმებული ნაყოფის მიღების თვალსაზრისით რაიმე კონკრეტულ მოქმედებაზე და ეს ხელშეკრულება ჩათვალა ქირავნობა. ისევ დავუბრუნდით ამ განმარტებას. სამოქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია მხარეებს მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებული აქვთ იჯარის ხელშეკრულების სახელით, მაგრამ ხელშეკრულების შინაარსის ანალიზით, გამოკვლევით და სხვადასხვა ისეთი ასპექტების გათვალისწინება ცხადყოფს იმას, რომ მათ რეალური მიზანს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც, თუმცა იჯარის სახელწოდებით. სხვათა შორის ძალიან ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რამ. დებენ ქირავნობას, ლაპარაკობენ ქირავნობაზე, დადებენ ხელშეკრულებას, თავზე ეწერია იჯარა. საუბრობენ იჯარაზე, შეთანხმდებიან იჯარაზე, ზეპირად კი ბატონო, ხერ ჩამოართმევ ყველაფერი. იჯარაზე საუბრობენ, ხელშეკრულებას ეწერია ქირავნობა. იქაც ვალდებულებები, უფლებები აღარ აგაწერილი, პირდაპირ გადმოწერენ და გონიათ რომ დადებულია ხელშეკრულება. აქ ეს მერე კიდე და გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს ხოლმე. და ხშირად სასაცილოებიც კი არის, მაგრამ ეს ალბათ იმის გამოც ხდება, რომ იჯარა და ქირავნობა ძალიან გავს ერთმანეთს და კულტურაში არის დაფუძნებული ისე, რომ
იჯარით აიღეს ფართი, როდესაც ეკითხებიან ხოლმე, კი იჯარით ავიღე. იმიტომ არ აკეთებენ განსხვავებას იჯარისა და ქიანობას შორის. ნებისმიერს რო გითხოთ ბიზნესმენ, შეიძლება ბიზნესმენმა არც იცოდეს რა არის იჯარა და რა არის ქიანობა და გითხრას რომ ესეთი და იგივე გაშულა, უბრალოდ ეს იურიდიული ლიტერატურაში ქიანობას იჯარას ეძახიან. არა, ეს არის ორი განსხვავებული ურთიერთობა, რომელიც წესდება ორი განსხვავებული თავით სამოქალაქო კოდექსში. ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სახელწოდების, ამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. სწორედ ამის მიხედვით უნდა გამიჯნოს ქიანობისა და იჯარის ხელშეკრულებები. გადამწყვეტი არ არის მხარეთა მიერ შერჩეული სახელწოდება, რომლითაც ისინი მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მიეხსენებიან. მთავარია შინაარსი. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისათვის განამწყვეტია ხელშეკრულების დადების მომენტში მისი შინაარსი. ქიანობის ხელშეკრულება თავისი თვისებებით რამდენიმე ემსგავსება სხვა ხელშეკრულებებს, ყველაზე მჭიდრო კავშირი კი მას აქვს იჯარის ხელშეკრულებასთან, ესაც სასამართლო განმარტებიდან ვკითხულობ, თუმცა მათ შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ხელშეკრულების ამ ორ სახეს. კერძოდ, ქიანობისგან განსხვავებით იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას მიიღოს ნაყოფი, იგივე შემოსავალი. ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, რაც აქვს განსაზღვრული ნივთთან. და ერთი მხრივ მეიჯარეს კიდევ დამატებითი უფლებები და ვალდებულებები ეკისრება, რომ გაქირავებელთან განსხვავებით მოუაროს ამ ნივთს, შეამოწმოს ხშირად მისი ვარგისიანობა, იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ბოლომდე და უბრალოდ მოხდეს ისე, რომ მიიღოს ადამიანმა ნაყოფი, ანუ შემოსავალი. მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოფს იყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. იჯარის საგანს უნდა გააჩნდეს გარკვეული სამეურნეო დანიშნულება და იმ თავითვე მხოლოდ და მხოლოდ მეურნეობის სწორად გაძღობის შედეგად უნდა იძლეოდეს ნაყოფს, ანუ შემოსავალს. და ის არ უნდა იყოს გარანტირებული, რომ იჯარა მაქვს დადებული და აი ეხლა მე ფული შემომივა, არაფერს არ გავაკეთებ, იჯარა ხომ აქვს აღებული და ეხლა ვინცაც იჯარა მომცა ეს სახლი, იმას აქვს ვალდებულება, რომ მე ნაყოფი მიიღო. არა. ადამიანმა გითხრა და კანონიც გეუბნება, რომ შენ იჯარით ეს საკუთრება კი გაქვს, მაგრამ შენც უნდა გაანძრიო ხელი, რადგან მიიღო შემოსავალი. პასუხს არ აგებს მეიჯარე, რომ მიიღო შენის შემოსავალი გარანტირებულად. სამისოდ იგი უნდა იყოს მზად, თუმცა თუ მოიჯარეს მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოხდება ინვენტარის შევსება ან სხვაგვარი მოდიფიცირება, ეს ანიშნავს, რომ ნივთის თავიდანვე არ ჰქონდა უნარი მოემატა შემოსავალი და ამით ხელშეკრულების არსში არ იცვლება. ანუ თავისთავად შეგვიძლია გავალამაზოთ იქაურობა მოვაწესრიგოთ რემონტი ჩავადაროთ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებაშიც გვაქვს ამაზე საუბარი და ასევე შეთანხმება მოხდება. ეხლა ნივთის დადება არ იწვევს პრობლემას, ხო? ლამაზ მდივანს დადებ, თუ ეს ისეთ ადგილას არის, რომ შემოსასვლელში უშნო ჩანდეს და რაიმე და არ ეწინააღმდეგობას ინტერესებს, რომ მოგება შემოვიდეს, არ უნდა უშვილდეს ხელს. მაგრამ რემონტი, რასაც ჩვენ ვეძახით რემონტი ხანდახან ჭირდება დაკეტვები, ვერ შედიხარ და ვერ სარგებლობ ამ ოფისით და სხვა პრობლემები. ამიტომ ყოველთვის რემონტის დროს უნდა მოხდეს ორივე მხარის შეთანხმება, მეიჯერიც და მოიჯერიც უნდა შეთანხმდეს ამაზე. ქიანობა მიმართულია მხოლოდ ნივთისაკენ, ხოლო იჯარა ქონებისაკენ, ნივთი და უფლება. ახლა კი რა შეიძლება იყოს იჯარის ან ქიანობის საგნის ნაკლი? რა ნაკლებზე საუბრობს სასამართლო? საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საიჯარო და ქიანობის ურთიერთობაში მივზე გასაწევ ხარჯებთან მიმართებით ხელშეკრულების მხარეთა უფლება მოვალეობები შეიძლება დაყოთ სამი ელემენტის მიხედვით. ვალდებულებები, რომლებიც აკისრია მეიჯარეს, იგივე გამქირავებელს და მისგან მოითხოვს უზრუნველყოფს ნივთის ვარგისიანობა ხელშეკრულების ან კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. ვალდებულებები, რომლებიც აკისრია მოიჯარეს, იგივე დამქირავებელს გვაქვს ქიანობის ხელშეკრულება და მისგან მოითხოვს სარგებლობაში მიღებული ნივთის მოვლა პატრონისთან დაკავშირებულ ეგრეთ წოდებული მიმდინარე რემონტის განხორციელებას. სარგებლობით გამოწვეული ნივთის ბუნებრივი ცვეთა, რომელიც არ ანაზღაურდება. აი ახსენა კიდევაც ანამაც,
რომ სარგებლობის დროს რაღაც შეიძლება ბუნებრივად ცოტა მოხდეს. მაგალითად, იატაკზე ნახაჭნები გაჩრდეს, ან მაგალითად რაიმე დაზიანდეს, კარები დაზიანდეს, ამდენი დასაზეთი გახდეს უბრალოდ ვთქვათ, ან გამოსაცვლელი გახდეს მექანიკური, ელექტრონული ხელსაწყო, ან რაიმე მსგავსი. თუმცა ის შედის ბუნებრივ ცვეთაში. და არ წარმოიშობა რაიმე ისეთი ვალდებულება. ასევე მინდა უშუალოდ განახოთ ხელშეკრულება, უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. როგორც ყველა ხელშეკრულებას თავის თავზე აქვს თავში დაწერილი უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება. ქალაქი თბილისი სადაც ეწერება ხელი და დრო. ერთის მხრივ სახელწოდება კომპანია ამ შემთხვევაში ეს არის TBC ბანკის შაბლონი, სიმართლე ვითხრათ, TBC ბანკმა თავის საიტზე ადვირდა და შემდგომში მეიჯერა და მეორე მხრივ სახელწოდება და მისი პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი. შემდგომში მოიჯერებდებ წინადადებარე ხელშეკრულების შემდგომზე. ხელშეკრულების საგანი. ხელშეკრულების საგანი, ამ ხელშეკრულების საგანი მეიჯერე გადაცემს მხოლოდ მოიჯერე დროებით სარგებლობაში იღებს მეიჯერის საკუთრებაში არსებულ და ჩაიწერება რამდენი კვადრატული მეტრიან სამეურნეო ფართს, ხოლო მოიჯერე კისროს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. იჯარის ობიექტის მახასიათებლებია საკადასტრო კოდი ესა და ეს. იჯარის ობიექტი მოიჯერის გადაეცემა თარიღი დაწყებით და დამთავრების და იჯარის ობიექტი გამოიყენება. აუცილებლად აი რატომ წერია იჯარის ობიექტი გამოიყენება, ხო? რისთვის გამოიყენება? ჩვენ უნდა დავწეროთ მოკლე განსაზღვრა, მაგალითად, სამეურნეო დანიშნულებით, ხო? ან მაგალითად საოფისე დანიშნულებით, ან რაიმე მსგავსი, ან მაგალითად ქარხანა ქახნული წარმოების დანიშნულებით, ან რაღაც სხვა. იჯარის ფასია გადახდის პირობები. მოკლედ უნდა ჩანდეს იჯარის ობიექტის გამოყენების მიზანი. რისთვის ქირაობს იჯარით იღებს რატომ ამ ნივთს. იჯარის ობიექტის სარგებლობის ყოველთვიური საფასური შეადგენს. ისევე როგორც ქირანობის დროს, იჯარის შემთხვევაშიც გვაქვს ყოველთვიური, თუმცა ეს შეთანხმებითი შეიძლება ყოველწლიური იყოს, საფასური. მოიჯარი ასევე ვალდებულია გადაიხადოს იჯარის ობიექტის შენახვისა და მოვლა პატრონობის ხარჯები. ისიც იგი ვალდებულია იჯარის მოხმარების მთელ პერიოდზე აბონენტად დარეგისტრირდეს შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციაში. აი ხედავთ, ამ ხელშეკრულებაში უკვე გათვალისწინებულია, რომ აბონენტი თვითონ უნდა იყოს. თუ უნდა კომუნალური გადასახადები. შესაბამისად, ინტერნეტისაც გავიყვანთ კომუნალურებში, იგივე ანალოგიის პრინციპი იმოქმედებს და თუ უნდა ისარგებლოს ამ ბენით, გაზით ეს აბონენტად დარეგისტრირდეს. მაგალითად, ნახე, ჩამოთვლილია ელექტროენერგია ბუნებრივია წყალმომარაგებელი დასუფთავება, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩვენ უმჯობესია ინტერნეტის დავწეროთ დღევანდელ სამყაროში. საჯარო ქირის გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდებით. ყოველთვიურად არაუგვიანეს საგანგაშო თვის 5 რიცხვს. ესაც შეიძლება შეიცვალოს. მხარეთა შეთანხმებით პირველი თვის საიჯარო ქირასთან ერთად წინასწარ საავანსო გადახდის სახით გადაიხდება ბოლო თვის საიჯარო ქირა. აი ხედავთ, მხარეთა შეთანხმებით. ანუ აქაც პირველი თვის საიჯარო ქირასთან ერთად გადაიხდება ის ბოლო თვის ხელშეკრულებაში, რომელზეა 2 თვის ერთად უნდა გადაიხადო. რომელიც ამავე დროს წარმოადგენს მოიჯარის მე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის საშუალებას. თუმცა მოიჯარის ქონებრივი პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ თანხით. და მხარეთა ვალდებულებები. მოიჯარე თავის მხრივ არის ვალდებული გამოიყენოს იჯარის ობიექტი მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას იჯარის ობიექტის ფუნქციის შეცვლა მეიჯარისთან შეთანხმების გარეშე. აქაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ იჯარის ობიექტის ფუნქცია, რომელიც ჩვენ დავწერეთ ზემოთ, იჯარის ობიექტი გამოიყენება და ამისთვის გვაძლევს საშუალებას ხელშეკრულება, რომ შევცვალოთ ესაც, ოღონდ მეიჯარისთან შეთანხმების გარეშეც. გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით ადგენის წესია და ოდენობით, მოუაროს იჯარის ობიექტს მკაცრად, დაიწვას ხანსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობებისა და ინვენტარის აგრეთვე არსებული საინჟინრო კომუნიკაცია და ქსელების ექსპლუატაციის წესები.
მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იჯარის ობიექტის დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებელი ვაცნობას ამის შესახებ მეიჯარის და მისი მითითების შესაბამისად აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯით. ჩვენ თქვით, რომ მეიჯარე თვითონ უნდა იხდიდეს თავისი ხარჯით, რომ კარგად შეინარჩუნოს, მაგრამ ბრალეულობა თუ არის მოიჯარის, მაშინ თავისი ხარჯებით უნდა ანაზღაუროს. ითვლას ყველა სახის ზემოქმედება, რომელიც ნებარათულია მეიჯარის მიერ, დაუცილებელია იჯარის ობიექტის შესანახად, ან და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგალითად რემონტი გვერდით და ოთახში. ხორციელება მოიჯარის ინტერესის გათვალისწინებითაც და არსებითად არ აფეხებს მის მიერ იჯარის ობიექტის სარგებლობას. დაუბრკოლებლად შეუშვას მეიჯარი ან მისი წარმომადგენელი საიჯარო ობიექტზე წინადადება ხელშეკრულების პირობების შესრულების, სანიტარული და ტექნიკური პირობების კონტროლის და შემოწმების მიზნით. მეიჯარის შეთანხმებითა და მისი ხარჯებით ჩაუტაროს საიჯარო ობიექტს მიმდინარე რემონტი და გაუმჯობესოს მისი ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. დოულად გადაიხადოს დაკავებული ფართის კომუნალური გადასახადებები არსებული ტარიფით. დაიცვას წინადადება ხელშეკრულების პირობები, მეიჯარის თანხმობის გარეშე არ გაჩნდეს იჯარის ობიექტი, მესამე პირზე ქვეიჯარით და სხვა. მეიჯარი თავისთავად მეიჯარიც იღებს ვალდებულებას, თუმცა თუ დავუკვირდებით, მეიჯარი უფრო ცოტა ვალდებულებას იღებს. ხელი შეუწყოს მოიჯარის ყველა საჭირო საბუთების მიღებაში, რომელიც შეიძლება მოითხოვონ ხელისუფლების, მათ შორის მაკონტროლებელმა ორგანოებმა იჯარის სარგებლობის პროცესში. მათ შორის მეიჯარისთან შეთანხმებული რეკონსტრუქციის ან სხვა გადაკეთების განხორციელებისას. ეს მერიასთან ხდება ხოლმე ხელშეკრულების დოკუმენტაციის წარდგენა. რადგან რემონტის დროს მოგხსენება თუ გარე ფასადი იცვლება, მერიის თანხმობა საჭირო. უზრუნველყოს მოიჯარის მიერ მისი ობიექტის შეუფერხებელი სარგებლობა და ხელია შეუშალოს მასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში. დაიცვას წინადადება ხელშეკრულების პირობები. თავში პასუხისმგებლობებიც გვაქვს ჩამოწელილი, გვაქვს ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა. მე ამ ხელშეკრულებას თქვენ გადმოგიგზავნით და გაეცანით თუ იქნება შეკითხვები, შეკითხვებსაც კი პასუხებ. ფორს მაჟორული შემთხვევები იგივეა თითქმის ასქიანობის ხელშეკრულებაში გავიარეთ და სხვა პირობები, როდესაც ეს არის მაგალითად რომელიმე უფლების გამოუყენებლობა ანიშნავს ამ უფლების უარყოფას და სხვა ესეთი კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად ხელშეკრულებაში. აი რემონტზეც გვაქვს საუბარი, ხელშეკრულების ყველა ვალდებულება ვრცელდება ორი მხარის უფლება მონაცვლებებზე და ბევრი. როგორც ხედავთ, ძალიან გავს ეს დაბოლოება სქიანობის ხელშეკრულებას, მეიჯარი აქ ავსებს მეორე მხარეს, მოიჯარი აქეთ ავსებს სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდს, იურიდიული მისამართს, ფაქტობრივ მისამართს, ელფოსტას, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმოწერის პირით და სხვა. თუ წარმოადგენელი ავსებს. ბოლოში ხელმოწერები და სულ ეს არის. მგონი გასაგები არის, ხო, მთლიანად ვერ გავიარე ეს თქვენთან ყველა პუნქტი, მაგრამ ძალიან გასაგებიანი წერია, მეც გადმოგიგზავნით, ან დროც ძალიან ცოტა დაგვრჩა და თუ შეკითხვა იქნება ამ ხელშეკრულებასთან გათვალისწინებით, დაკავშირებით, დამიკავშირეთ ნებისმიერ დროს Facebook-ზე. თქვენ ჩემი ტელეფონის ნომერიც იცით, ტელეფონზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, გეპასუხებთ თუ სამსახურში არ იქნება. რაიმე შეკითხვა ხო არ არის? შეკითხვა შეიძლება რა შეკითხვა მაქვს? დიახ, ისმით. უშუალოდ ახლა ამ იჯარასა და ქირას განსხვავება, აი კი რაღაც გარკვეულები მოვისმინე და კარგად გადმოგვეცით ინფორმაცია, დიდი მადლობა, მაგრამ რაიმე ისეთი მკვეთრად განსხვავებული, ესე იგი ორიოდე სიტყვით რომ აღვნიშნოთ რა, აი არის რაიმე ისეთი ხაზგასმით რომ ვიცოდეთ, რომ ახლა მე როგორც არა იურისტი რა, იმიტომ გეკითხები და იქნება ისი ახსნა ჩემთვის გასაგებად გემოცვალე. აი ნახეთ. იჯარა გვაქვს ესეთი შემთხვევა. ადამიანი მიდის მოიჯარესთან და ეუბნება, რომ მე მინდა ოფისი დავიღო თქვენი შენობა, რომელსაც იჯარით გასცემ. თუ იჯარით გასცემს ეს ადამიანი, იჯარის დროს მოიჯარეს აქვს ვალდებულება, რომ თუ რაიმე დაზიანდა
გამართოს ტექნიკურად, რემონტი თუ ასაჭირო, რემონტი გააკეთოს იმ დროს, როდესაც იჯარითაა გაღებული და ყველანაირად შეუწყოს ხელი, რომ კარგ გარემოში იმუშაონ იმ ადამიანებმა, ვინც არიან იჯარით აღებულ საკუთრებაში შესულები. თუმცა ქირავნობის შემთხვევაში ეს ხდება. აიღებ ქირავნობით საგანს სახლს. ბოდიში, აიღებ ქირავნობით სახლს. მაშინ კეთილი ინებდა და შენ ვალდებულება გექნება. ამ ქირას მე არ ჩავერებ. რაც კიდე უკენი. შენ ვალდებულებები, თავარია არ გაანადგურო ბოლომდე, ხო? აქაც მე სხვა ვალდებულებები შემოდი. მე არ ვაქცევ ყურადღებას. 6 თვე გაქვს აღებული ქირავნობა. როგორც კიდე ესე გამოიყენე რა. მაგრამ მე არ ჩავერევი. აი ესაც სულ განსხვავება. დიახ, გავიგე ახლა კარგად. ესე იგი, იჯარის შემთხვევაში მოიჯარეს აკისრია რაღაც გარკვეული ვალდებულებები, ხოლო ქირავნობის შემთხვევაში მოქირავეს. დიახ. დიახ, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. შეკითხვა ხო არ არის კიდევ აი. მაშინ დაგემშვიდობებით, რა ცოტა ხელიც წყალს თავლებ. დაგემშვიდობებით და დამეტება. ნახვამდის შოთა, მადლობა. კარგად. გაიხარე შოთა, ნახვამდის.